არა ესე მარტივი გაითვალისწინო ომიდან მიღებული გაკვეთილები, ანუ ყველა ელოდება, რომ როცა დასრულდება რაღაც დიდი ომი, კაცობრიობა გამოიტანს გაკვეთილებს და ისე გააკეთებს ყველაფერს, რომ ომი აღარ იყოს, მაგრამ ისტორია სამწუხაროდ გვიჩვენებს, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ყოველი დიდი ომის დასრულების შემდეგ ჩნდებოდა ილუზია და პრინციპში მარტო ილუზია არ იყო, მართლაც იყო ცდილობები, იქნებოდა დიდი პროექტები, რომელთა დანიშნულებაც იყო სწორედ ახალი ომის თავიდან აცილება, ეს იგივე ერთა ლიგა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერო და ყოველთვის ერთი და იგივეა თქო ეს დიდი მიზანი, რომ იქნებ ომი აღარ იყოს. მაგრამ არ ხდება ესე. რაც უნდა კარად შევისწავლოთ ჩვენ ომების ისტორია, საბოლოო ჯამში სამწუხაროდ მაინც შეუძლებელი ხდება დიდი ომის თავიდან აცილება, რადგანაც როგორც ჩანს, ასეთი საერთაშორისო ურთიერთობის ბუნება იყო კიდევ ერთი ილუზია გაჩნდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს ცნობილი კონცეფცია მოიხსენებათ ისტორიის დასასრულის შესახებ, რომ მალე დემოკრატია გაიმარჯვებდა, მაგრამ ჩვენ ნახეთ, გავიდა 30 წელიწადზე ცოტა მეტი ცივი ომის დასრულებიდან და მივიღეთ უზარმაზარი ომი უკრაინაში და მხოლოდ უკრაინაში, ახლა ჩვენ ნახავთ კიდევ შეიძლება ნახოთ პორტუგალიის კონფლიქტი კიდე ინდოეთ-პაკისტანს შორის, რაც ხდება პალესტინაში ყველა მინისტრს და ასე შემდეგ. ჯერჯერობით სოფლიო ვერ გამოიგონა, ასე თქვათ, ვერაფერი ვერანაირი რეცეპტი ისეთი, რომ აგვაცილოთ თავიდან ომებს. თქვენ მიმდინარე პროცესებს შეეხეთ მსოფლიო მასშტაბით, ხო, ინდოეთ-პაკისტანი, ისრაელ-პალესტინა, რუსეთის ომი უკრაინაში და ასე შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის წინაც იყო სამყაროში მსგავსი დაძაბულობები და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის თითქოს ვარაუდი და ერთგვარი შიში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სამყარო იდგეს მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. აი, როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას ახლა და როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საერთოდაც მორიგი მასშტაბური ომის დაწყება? მოდი ესე თეორიას მოვიშველიებ, არსებული თეორიის მიხედვით, სოფლიო ომები ხდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებულ ჰეგემონს და არსებული ჰეგემონი ახლა რა თქმა უნდა ამერიკა აქვს ომი მის თავარ მეტოქესთან. ამერიკის თავარ მეტოქი არის მოიხსენებათ ჩინეთი. შესაბამისად, სოფლიო ომი შეიძლება მივიღოთ ჩვენ მხოლოდ მაშინ, რომ თეორიის მიხედვით ისევ და ისევ, თუკი დაუპირისპირდა ამერიკა ჩინეთს. ეს შეიძლება ცხადია მოხდეს ტაივანის გამო, ყველა ვიცით იქ რა სიტუაციაც არის, რატო არის ტაივანი მნიშვნელოვანი ორივესთვის. და რაც შეეხება ხა უკრაინაში ომს, ეს რა თქმა უნდა სერიოზული ომია ძალიან, მაგრამ ეს არ არის სოფლიო ომის მომასწავებელი, იმიტომ რომ ამერიკისთვის რუსეთი არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორც ჩინეთი. თუმცა ცხადია რაღაც დონეზე, რაღაც დოზით ჩინეთი არის ჩართული ამ ომში, იმიტომ რომ რუსეთს ასე თუ ისე ალბათ მაინც ეხმარება, ხიად არა, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ეხმარება და ნუ ცხადია ამერიკა ჩართული არის ომში უკრაინის მხარეს გასალებთ უფრო აქტიურად, ხო რაზეა საუბარი. დიახ, და რაც შეეხება იმ სამხედრო და პოლიტიკურ ალიანსებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად გაერო ნატო და ამ შემდეგ, აი როგორია მათი როლი მიმდინარე პროცესებში, თქვენ როგორ ხედავთ ამას და ხომ არ არის მათი ერთობა მოძველებული თქვენი შეფასებით, აი არის თუ არა, მოკლედ საჭირო მსგავსი გაერთიანებების განახლების პროცესის დაწყება? განახლება არის წარმოუდგენელი, თუ კი არ მოხდება, ესე ვთქვათ, რეფორმა შიგნიდან, ხო და გაერო შექმნეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებმა. და ამ გამარჯვებულების ერთობლივი თანხმობის გარეშე გაეროს რეფორმები ვერ მოხდება. ახლა უკრაინაში როცა ომი დაიწყო, გაისმოდა, რომ აი გაერო უნდა გარდაიქმნა, შეიცვალოს, შეუძლებელია ეს. იმიტომ რომ გაერო დგას, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ, ხუთ გამარჯვებულზე, აქედან ერთ-ერთი არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი. ეს ერთი. რაც შეეხება ნატოს, ნატო იცავს თავის წევრ სახელმწიფოებს. ნატო არ არის მსოფლიო მშვიდობისთვის შექმნილი, ნატო არის შექმნილი, რომ დაიცვას თავის წევრები. სამხედრო ალიანსია რეალურად, ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია როგორც ასეთი. სადაც არის ნატო, იქ ვერ ეცხვიან თავს გარედან. კი ბატონო, ეს ერთი ამბავია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნატო მთელ მსოფლიოს მშვიდობას ამყარებს. ის კი არა, ეხლა შეიძლება გავუსწრებთ, რომ ნატო ბომბავდა თავის დროზე მაგალითად სერბეთს. როცა სერბები ახორციელებდნენ, ნუ არც თუ ისე კარგ რაღაცას, ხო, კოსოველების გენოციდს. ხო და სერბეთში ძალიან ცუდად ახსოვს. მათ რომ კითხოთ ახლა ნატოს მშვიდობის მომტანი არის თუ არაო, ძალიან ეწყინებათ. თორსა კითხვას დაუსვამ თვითონ ამ კითხვის დასვაც ეწყინებათ. დიახ. და სოფლიო პოლიტიკურ ველში მზარდი არეულობისა და მნიშვნელოვანი ძვრების ფონზე, რასაც ყველა ერთად ვადევნებთ თვალს, სულ უფრო აქტუალური ხდება მსჯელობა იმაზე, თუ რა არის ის მთავარი იდეა, ასე ვთქვათ, და პრინციპი, რომელიც სამყაროს დაეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მათ შორის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკის საწარმოებლად. აი, როგორ ფიქრობთ, დღეს და ახლა რა ნაბიჯები უნდა გადადგას მსოფლიომ ამისთვის, ამ მიზნების მისაღწევად? ზოგადად მიიჩნევა, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთში არ ომობენ
ამისთვის ესე იგი შესაბამისად რომ მივახციო მსოფლიო მშვიდობას, საჭირო არის თემ მსოფლიოში რომ იყოს დემოკრატია. მაგრამ როგორც გაირკვა ეს არ არის ესე მარტივი. დემოკრატია ბოლო დაახლოებით 10 წელი უკან იხევს შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ხდება ჩვენს რეგიონში და ნუ ეხლა ბევრი დაემოწმება ალბათ ამერიკაშიც შეკიდებ ტრამპის პირველი არჩევანი, როცა ტრამპი პირველად აირჩიეს, ბევრი ისე თქვათ სპეციალისტი დემოკრატიზაციის ზარგში სწორედ მიიჩნევდა, რომ ამერიკის დემოკრატიამაც დაიხია უკან. შესაბამისად, როგორც ჩანს, აქამდე ძალიან ბევრი გვიკლია, რომ თემ მსოფლიოში დემოკრატია იყოს და ასე მივახციოთ მშვიდობას. ანუ ეს რეცეპტი ძალიან გრძელვადიანია. გრძელვადიანი კი შეიძლება ვერც ვერასოდეს გახორციელდეს. იმიტომ რომ ისევ და ისევ ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ, რომ დემოკრატიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია და დაპაუზებულია და ეს რა თქმა უნდა გამოწვეული არის მათ შორის იმითაც, რომ გაძლიერდა ძალიან არადემოკრატიული ჩინეთი, გაძლიერდა ისევ არადემოკრატიული რუსეთი და შესაბამისად ისინი უშლიან ხელს ამ პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება ითქვას, ყოველ თუ არა და ნუ რეგიონის მასშტაბით მაინც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შესაბამისად ისევ და ისევ მე ხანდე მივიდიო, რომ სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, რეცეპტი, აი ეს უნდა გავაკეთოთ და იყოს მსოფლიოს მშვიდობა, ეს არ არსებობს. და შესაბამისად გვრჩება საბოლოო ჯამში ის ძველი ანდაზა გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის, ანუ თავდასხმისთვის უნდა იყო მზად. და გააძლიერო ხო უსაფრთხოებითი მიმართულება და ბოლოს ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლის თავთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ 9 მაისს მოსკოვში ტრადიციული აღლუმი იმართება, რომელსაც სავარაუდოდ მსოფლიოს 30-მდე ლიდერი დაესწრება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ამ დღეს გარკვეული პროვოკაციები და დაძაბულობა, იმიტომ რომ საერთაშორისო მედია მათ შორის აქტიურად წერს შესაძლო სცენარზე ამ მიმართულებით. ნუ თქვენ თუ გულისხმობთ რომ იმას რომ ეხლა შეიძლება დრონები შეუტიოს უკრაინამ ამ დროს მოსკოვს, არ მგონი ეს ესე მოხდეს, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი იმყოფება ჩინეთის ლიდერი და ეხლა ჩინეთის ესეთ ღიად გამოწვევა უკრაინის მხრიდან მე მგონი არ იქნება ჭკვიანური არანაირად, ამით უკრაინა ვერაფერს ვერ მოიგებს არანაირად. უფრო მეტიც მე მგონი ამის მერე შეიძლება უკრაინამ რაღაც დოზით დაკარგოს ამერიკის დიპლომატიური მხარდაჭერაც, იმიტომ რომ ეხლა არავის სიკეთეს არ მოუტანს, უკრაინა პირველში სიკეთეს არ მოუტანს არანაირად. ასე რომ იმედი ვიქნებოდი ამას არ იზამს, იმიტომ რომ ამით ვერაფერს ვერ მიაღწევს რეალურად. გარდა იმ შედეგს ვერ მიაღწევს, თუ ამით უნდა თუ ეს შედეგს მიაღწიონ რაღაცნაირად მორალი ამაღლონ თავიანთი მებრძოლების, მე მგონი ეს არ არის საჭირო ამისთვის, ესე თუ ის მე მგონი ეს მორალი ისედაც მაღალია. და გადაკიდება ჩინეთის არ ღირს მე მგონი არანაირად.